პირველი სამედიცინო რადიოს ეთერშია საინფორმაციო გამოშვება მედნიუსი. დღის ყველა სამედიცინო სიახლე ტალღაზე 103. თბილისის დროით 18 საათია რადიო მედეფემის ეთერში სამედიცინო სიახლეების დროა მედნიუს ამ დროისთვის ნინი ზარდიაშვილი გაგაცნობთ. თბილისი პირველ სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლებს საქართველოს გერმანიიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნატუროპათი ანიტა კრაკე-გუშინესტუნა. კომპანია სანუმ კელბეკის ექსპერტი აუდიტორიის წინაშე იზოპათიური თერაპიის საკითხების მოხსენების წარდგება. თანამედროვე იზოპათიური თერაპიის შესაძლებლობები შინაგან დაავადებათა მკურნალობაში. სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ეძღვნება ბიორეგულაციური მედიცინის ერთ-ერთ თანამედროვე მიმართულებას იზოპათიურ სანუმ თერაპიას. კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან საინტერესო თერაპიულ მიდგომებს, პრეპარატების მოქმედების მექანიზმებს და მკურნალობის კონკრეტულ სქემებს. კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: საქართველოში ბიორეგულაციური მედიცინის განვითარება, იზოპათიური მედიცინა, კომპლექსური იზოპათიური თერაპია რესპირატორულ დაავადებებში, ქრონიკული მორეციდივე ინფექციები, ალერგიული დაავადებების კომპლექსური იზოპათიური თერაპია, ბავშვთა დაავადებების კომპლექსური იზოპათიური თერაპია. კონფერენციის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნება წარდგენილი თემების განხილვას დისკუსიას. კონფერენცია საქართველოს ბიორეგულაციური მედიცინის ასოციაციის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კომპანია სანუმ კელბეკისა და კომპანია ნატუროპათის ეგიდით იმართება. მედიცინის წარმომადგენლებს პირველ სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია დილის 9 საათიდან ადგილზე შეეძლებათ. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. მონაწილეობა თავისუფალია. პირველი სამედიცინო რადიო დღის განმავლობაში კონფერენციის მიმდინარეობიდან მოგაწვდით ინფორმაციას.